გასართობი თუ გამაჯანსაღებელი ცენტრი, კაფეები, რესტორნები ილიას ტბაზე შესვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ყვარლის კიდევ ერთ ტურისტულ ზონაში დღეს ასობით სტუმარი შეიკრიბა. მათ ტრადიციული კერძები დააგემოვნეს და ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს. კომპლექსის პრეზენტაციას ლილი გოგოხია დაესწრო და ის ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ლილი, გისმენთ. დიახტურუჯის იგივე ილიას ტბის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პრეზიდენტმა ახლად გახსნილი სარეაბილიტაციო დასასვენებელი კომპლექსი პირადად დაათვალიერა. მან დაათვალიერა თითქმის 1 კილომეტრის სიგრძის ბულვარი, მიესალმა ადგილობრივებს და რამდენიმე მათგანთან ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. ტბასთან მოშორებით რამდენიმე მეტრის მოშორებით შენდება აქ სასტუმრო. ეს სასტუმრო აშენდება 2012 წლის სექტემბერში, ხოლო ბიზნესმენი გია პირადაშვილი, რომელიც ამ სასტუმროს ააშენებს, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სფეროში შეტანილი წვლილის გამო პრეზიდენტმა ბრწყინვალების პრეზიდენტის ორდერი დააჯილდოვა. აუზით იქნება გადმოსახელდა. თავს ამოყობდა თელალაზის შოს უყურებ აუზით. კარგი წყლიანი აუზით. თავს გადმოყობ ეს ალაზის შოს უყურებ. ასეთ გეტყვად გადმოხედა და მე რომ თემსიცე გამოჩნდება. კაი იდეა გამოგვიყვება. ეს მოგზაურობთ თემოთან. შემდგომაზე თავს მიგებთ მაგისტრობა. ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ბრწყინვალების ორდენი და მე მინდა თქვენი სახელით იმისათვის რომ დიდი წვლილი შეიტანა კახეთის ეკონომიკის და შეაქვს აღორძინებაში, უიმედობიდან გამოყანაში და სწორგზით მიმართვაში გია პერედაშოს გადავცემ ბრწყინვალების ორდენი თქვენისა. ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო და ბატონებო, მე არც კი ვიცი როგორ უნდა გამოვხატო ეს მადლიერება და მე მინდა გითხრათ ერთი რაღაც, რაცაც მე ვერასოდეს გვერდს. ეს არის არა მარტო ჩემთვის გადმოცემული ჯილდო, ეს არის ჩემი ჯგუფისთვის, ჩვენი გუნდისთვის გადმოცემული ჯილდო, რომელიც მე მათთან ერთად ძალიან ბევრ ვცდილობ რომ გავაკეთო და მე ბედნიერი ვარ რომ ამ ეპოქაში მომიწია შრომა და ბედნიერი ვარ რომ ჩემი რაღაც პატარა წვლილი შემიძლია შევიტანო ჩემი კუთხის და ჩემი სამშობლოს საკეთილდღეოდ. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ტბის სარეაბილიტაციო სამუშაოები საკმაოდ მოკლე ვადაში დასრულდა. აქ მოეწყო დასასვენებელი სკვერები, მოეწყო ველობილიკები, ასევე ამფითეატრი. აქ მოკლედ საკმაოდ ბევრი დასასვენებელი ადგილი, ასე რომ დღეიდან ეს ადგილი გახდა ძალიან მიმზიდველი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის, ხოლო უფრო კონკრეტულად თუ რა გაკეთდა თურჯის ტბაზე და როგორ შეიცვალა ის ამ პერიოდში, ამას უკვე ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ. ულამაზესი სანახაობა და თანამედროვე კომპლექსი ადგილი, სადაც დასვენებას და გართობას შეძლებთ. საქართველოს საკურორტო ზონებს კიდევ ერთი ახალი ადგილი ყვარელში ილიას ტბა შეემატა. ხელოვნური კუნძულები, რომელიც ერთმანეთს საფეხმავლო ხიდით უკავშირდება, კაფეები, თანამედროვე რესტორნები, ილიას ტბას 800 მეტრიანი ბულვარი აკრავს. სპეციალურად ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონებიც მოეწყობა. მოედნები კალათბურთისთვის და ფეხბურთისთვის. უკვე ფუნქციონირებს 4 კილომეტრიანი ველოტრასაც. ძალიან კარგი აქ მომწონს საქაურობა, რა ვიცი, ძალიან მაგარი ადგილი არის. ახლა ლიკით კატავს როგორც ხედავთ, ძალიან მაგარი მომწონს. ძალიან კომუნიკაციები შევცვალეთ. აბსოლუტურად ნებისმიერ ტიპის სპორტული ღონისძიების აქ ჩატარება შესაძლებელია. ულამაზესი რესტორნები აშენდა, არის პირსები, არის ულამაზესი ხიდი და ამფითეატრი, რაც მნიშვნელოვანია.
ილიას ტბაზე დასასვენებლად ჩასულებს მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ. გაწვრთნილი შევარდნები სტუმრებს იმიტირებულ ნადირობას მოუწყობენ. ჩვენები იყო ბაზირთა შოუ ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს ამ უძველესი და ულამაზესი ტრადიციის აღორძინებასა და ტურიზმის განვითარებას საქართველოში. კახეთი უფრო და უფრო პოპულარული მიმართულება ხდება როგორც ქართველებისთვის, ასევე საქართველოს ჩამოსული ტურისტებისთვის, ამიტომ ასეთი ტიპის დამატებითი სარეკრეაციო ზონები და ტურისტული ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მოიზიდოს ნებისმიერი მსურველი, რათა არა მარტო გაერთონ, არამედ საერთოდ დაისვენონ. გასართობი კომპლექსი დღეს საზეიმოდ გაიხსნა ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული კერძები და კულტურა. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩასული ათასობით ადამიანი ილიას ტბის გახსნას აღნიშნავს. ყვარელში გრანდიოზული კონცერტიც გაიმართა. ტბის განაპირას სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ნომრები ფოლკლორულმა და თანამედროვე ანსამბლებმა შეასრულეს. გადასარევია რაღაც განსაკუთრებული ზღაპარი, ასე ვთქვათ, ძალიან მოგწონს ყველაფერი. აღფრთოვანებული ვარ ამ სილამაზით, რაიონს არ ახსოვს ასეთი სილამაზე, სიმდიდრე. ტბის განაპირას რამდენიმე თვეში სასტუმროც აშენდება, შენობას მე-18-მე-19 საუკუნეების სტილი ექნება. სასტუმროში იქნება ღვინის მარანი და საცხენოსნო სკოლაც. ის 30 კაცზე იქნება გათვლილი და 50 ადგილობრივი დასაქმდება. მოეწყობა დამატებითი გასართობი ობიექტებიც. საქართველოში ჩამოსულ დამსვენებელს კიდევ ერთი ლამაზი ადგილის ნახვა შეეძლება. ყვარლის ტბა უკვე ტურისტების მოლოდინშია.